რომ დავიწყეთ ჩვენი ჩემპიონატი თავიდან და ასე ვთქვათ, ვერ ხვდებოდი, ანუ არ ვიყავი 11 კაცის ფეხბურთელი, ანუ ორ თამაში ერთ თამაშობდი, ესე ვთქვათ. და შემდეგ მაგის მერე იყო რაღაც კარგი მომენტები მქონდა, კარგი პერიოდი მქონდა და ესე ვთქვათ, ჩემი თავი ანუ 11 კაცში მოვახვედრე, შემდეგ მაქედან დავიწყე გოლის გატანები დავიწყე, იყო ანუ ისე წამივიდა, რომ ყველაფერი კარგად წავიდა ჩემსკენ და ანუ არის ახლა ძალიან ძნელი ისეთი რთული კონკურენციაა, იმიტომ რომ ყოველ თითო ადგილზე გვყავს 3-3-2 ძლიერი ფეხბურთელი, მით უმეტეს ახლა როცა ჩელსიდან ყავს კონკურენტი, ცოტა ძნელია და ამიტომ თითო ვარჯზე და თითო თამაშზე უნდა დაამტკიცო, რომ შენ ღირსი ხარ თამაშის და ყოველწელს ახალი ფეხბურთელები მოდიან, ესე ვთქვათ, იჯარით ჩელსიდან არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ყველანაირად ფიზიკურადაც ძალიან ესეთი კარგი მონაცემები აქვს და ანუ ცოტა შეთამაშება გვჭირდება ამ სეზონში, ანუ კარგად ცოტა დავიწყეთ სეზონი, მაგრამ ეხლა მოვუმატეთ ცოტა და რავი ცოტა დრო გვჭირდება რა, ანუ შანშანიდან განსხვავებით, რომ შანშან გუნდი გვყავდა ჩვენ ეხლა ნახევარმცველები გვყავდა 4-3 ფეხბურთელი, რომლებიც აღარ არიან გუნდში, წავიდნენ სულ ახალი ფეხბურთელები გვყავს და რაღაც ვიძახი რომ ცოტა შეთამაშება და დრო გვჭირდება რა, ანუ მაგრამ შეგვიძლია რომ აი ესეთი გუნდი ვართ და შეგვიძლია რომ სამეულში მაინც რომ მოვხვდეთ და ვიბრძოლოთ სამეულისთვის. კლუბის დატოვებაზე ჯერ ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ იმიტომ რომ ხა რა თქმა უნდა მე პრეტენზია მაქვს და უფრო ანუ ჯერ ამ ჩემი შესაძლებლობების და შემიძლია რომ უკეთეს ჩემპიონატში ვითამაშო და პრეტენზიაც მაქვს, მაგრამ ახლა ისეთი კონკრეტული ჯერ არაფერი არ არის, მაგრამ ნახოთ რა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემთვის როგორც წინა სეზონში მე რაღაც გავიტანე 12 გოლი, მინდა რომ წელს უფრო მეტი გოლი გავიტანო, უფრო მეტი ასისტი გავაკეთო და ყველაფერი შესაძლებელია რა. რა თქმა უნდა, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ნუ ტოპ ლიგებია. რა ახალი მწვრთნელი რომ მოვიდა, ანუ სულ სხვა სისტემა არის, სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ. ანუ და იცი რა ჩვენ გვჯერა და დავიჯერეთ რომ ესეთი თამაშების მერე რომ შეგვიძლია რომ თუნდაც ყველასთან თამაში შესაძლებელია თუ სწორად ვითამაშებთ და მე მჯერა მაგის და ნაკრებშიც ვიჭებსაც და თუნდაც მაგის უნდა გვჯეროდეს რომ შეგვიძლია და შეგვეძლება რა უფრო მეტი რომ მოვუმატოთ და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩემთვის, პირველი ოფიციალური გოლი იყო, ძალიან გახარებული ვიყავი. თავი იყო რომ მოვიგეთ და ხალხს დავანახეთ რომ შეგვიძლია და თავარია რომ გვჯეროდეს და მოვინდომოთ რა და ყველაფერი შესაძლებელია. ჩემი აზრით ახლა გერმანიის ნაკრებთან რო ვითამაშეთ, გერმანიის ნაკრები მსოფლიოში ჩემი აზრით საუკეთესო ნაკრებია. ყველა მანდ გამოჩნდა რომ ჩვენ რაღაც შეგვიძლია რომ თამაში ვაჩვენოთ და ხა გერმანიასთან თუ ეგეთ მე ვფიქრობ რომ კარგი თამაში იყო ჩვენთვის და ეგეთ თამაში თუ ვაჩვენებ შეგვიძლია რომ იგივე ხა უელსთან, ირლანდიასთან შეგვიძლია რომ დადებითი შედეგი მივაღწიოთ. ქართველი კაპიტანი ეგ უკვე არა მარტო ჩემი კაპიტანი, თლიანად მე ვფიქრობ რომ არნემის კაპიტანია, ნუ ლეგენდა უკვე აქვს ჩემი აზრით. რავი, ძალიან ყოველდღე თითქმის ახალ რაღაცას ვსწავლობ კაშუსგან, ძალიან პროფესიონალია და ძალიან მადლობელი ვარ რომ მის გვერდში ვარ და მის გვერდზე ვთამაშობ.